კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები დევნილთა ნაწილი მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსებთან არსებული მიწის ფართობების საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. ადგილნაცვალი პირები ტელეკომპანია დიას მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც აღნიშნული ტერიტორიის შემოღობა დაიწყო. მათი ინფორმაციით ხელისუფლება იმ ადგილის გამწვანებას გეგმავს, სადაც ომის შემდეგ მიწას ამუშავებდნენ. დავსახლდით, მოგვცეს კოტეჯები, ეს მიწაც არის იყო. ეს უპატრონოთ იყო რა, ესე მიგდებული და აბდექით და დაამუშავა ხალხმა და ვამუშავებდით ჩვენა და ეხლა ჩვენა ვთხოვთ, რომ არ შეიძლება თავდაცვის არისო გვითხრეს ეს აი ეს მიწა ეკუთვნის თავდაცვასაო და ჩვენ ვთხოვთ, რომ ცოტა რომ დაგვიტოვონ მაინც რომ დავამუშაოთ. გამწვანება უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამის თანახილია ჩაყრილი, ამაზე კაი გამწვანება რა უნდა გავაკეთოთ, თორე აგერ ნახე. გვითხრეს რომ არა მოყაროთ, მაგრამ არც ჩვენ საკუთრებაში არ მოგცემენ ამ ხილს. ამას გარდა ბაღები არ აქვს რომ დაამუშავოთ. მაქვს ბაღი იქით, წყლის პატარა მდინარე ჩამოდის, იმის იქით სარიელა ბაღი არის. ისე რომ იქ იმ შიშორეზე ხილი რო ჩავყაროთ და რაღაცა ეგეთი ვარიანტი არის. ვთხოვთ, თუ აი იმ პატარა ადგილს დაგვიტოვენ, ვთხოვთ, რომ დავამუშავო და ხილი მაინც დევნილებმა აღნიშნულ საკითხზე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც მიმართეს, სადაც მიწის ფართობებზე შემოღობის პროცესის შეჩერებას და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების უფლებას ითხოვდნენ. დია დაინტერესდა განიხილეს თუ არა დევნილების განცხადება და რა პასუხი აქვს მათთან ადგილობრივ ხელისუფლებას. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელიც, ჩვენ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლიც იმყოფებოდნენ ადგილზე. შევისწავლეთ მოცემული საკითხი და აღმოჩნდა შემდეგი, რომ მოცემული ტერიტორია არის იურიდიულად სახელმწიფო საკუთრების ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება და მოსარგებლე არის თავდაცვის სამინისტრო. მოგეხსენებათ, ამ ფართობზე აშენებული არის კორპუსები, რომელიც განსაზღვრული არის თუ ვისთვის და რა დანიშნულებისათვის გამოიყენებს თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისად არასამყოფია ის ფართობი, რომელიც ამ ეტაპზეც უკავიათ. და შესაბამისად დევნილთა ეს განცხადება სამართლებრივად უსაფუძვლო იქნება, რომ დაკმაყოფილდეს სახელმწიფოს მიერ. თვითმმართველობას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქონება სახელმწიფოს საკუთრება და მისი გადასაწყვეტია. აღნიშნულის გარდა დევნილები საკარმიდამო ნაკვეთებსაც ამუშავებენ, თუმცა მათივე თქმით, 3 მიასადი ფართობი ოჯახზე არასაკმარისია. რაც შეეხება ასევე მათ კუთვნილ 15 მიასად მიწის ნაკვეთს, რომელიც ხელისუფლებამ თითოეულ კოტეჯს ომის შემდეგ გადასცა, ვერ ამუშავებენ. მიზეზად კი შორ მანძილს და დაზიანებულ გზას ასახელებენ. იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად იღობება, დევნილებს ხილი და ბოსტნეული მოყავდათ. ყურადღების გამოჩენის მიზნით ისინი ახლა უკვე თავდაცვის სამინისტროს მიმართავენ. ოფიციალურ წერილს ჩასახლებაში უკვე ამზადებენ იმ ფონზე, როცა შემოღობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.